მონობა ამერიკის შეერთებულ შტატებში 1865 წლამდე ლეგალური იყო. ადამიანების მონება და ყიდვა-გაყიდვა საზოგადოებისა და კანონის მიერ იყო დაწესებული. დღეს ადამიანებით მოვაჭრე კრიმინალები, რომლებიც ფინანსური კეთილდღეობის მისაღწევად დაშინებისა და ექსპლუატაციის მეთოდებს იყენებენ, 27 მილიონამდე ადამიანს დაუძლეველი შიშისა და ძალადობის მსხვერპლად აქცევენ. მიუხედავად იმისა, რომ მონობა დღეს უკანონოა, სრული თავისუფლებისათვის ბრძოლა ჯერ კიდევ არ არის მოგებული. 1841 წელს ნიუ-იორკელი თავისუფალი ადამიანი სოლომონ ნორთაპი გაიტაცეს და მონად გაყიდეს. მან თავისი ისტორია ავტობიოგრაფიაში მონობის 12 წელი გადმოსცა. 21 საუკუნეში კი კამბოჯელი მამაკაცი ვანაკ პრუმი გაიტაცეს და მონად გაყიდეს. თავის ამბავსის ნახატებით მოგვითხრობს. ეს მათი ისტორიაა. National Underground Railroad Freedom ცენტრი წარმოგიდგენთ. Fair Trade Pictures-ის ნაწარმოებს. ჩემი სახელია სოლომონ ნორთაპი. ნიუ-იორკიდან. დავიბადე თავისუფალ ადამიანად. ჩემი სახელია ვანაკ პრუმი. წარმოშობით ხმერელი. დავიბადე და გავიზარდე კამბოჯაში. მე და ჩემი მეუღლე სარატოგა სპრინგში ვცხოვრობდით. უსახსრობის გამო ჩემი ორსული მეუღლის დახმარება ძალიან მიჭირდა. მსურდა სამუშაო მეშოვა. საზღვრების დატოვების სურვილი არც კი მქონია. ცდილობდი ოჯახისთვის ფული მეშოვა. რამდენიმე წარმოსადეგი გარეგნობის მამაკაცმა ვაშინგტონიდან, რომლებიც ქალაქში მოგზაურობდნენ, მითხრეს, რომ დიდი სანახაობისთვის კაცის დაქირავება სურდათ. მოტოტაქსის მძღოლი შემხვდა, რომელმაც მკითხა საით მივდიოდი. უპასუხე, რომ სამუშაოს ვეძებდი. ტაქსის მძღოლმა მითხრა სამუშაო მხოლოდ საზღვრის იქით არისო. ასე რომ დავთანხმდი. მათ მითხრეს, რომ გზავრობის და საკვების ფულს გადამიხდიდნენ. დედაქალაქის დათვალიერების შესაძლებლობაც მომეცემოდა. მისი ნახვა ყოველთვის მინდოდა. მან მითხრა, როდესაც სახლში წასვლა მოგინდება, მე წაგიყვანო. ჩემთვის ეს ცოტა დაუჯერებელი იყო. გზა თავისუფლებისკენ. 2012 წლის 19 ივნისს ქვეყნის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა 10 ადამიანს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლაში ფასდაუდებელი წვლილისთვის ჯილდო გადასცა. მინდა მათ პირადად გადაუხადო მადლობა, რადგან ისინი შეგვახსენებენ, რომ ერთი ადამიანის თავდადებამ და შემართებამ, ერთი ადამიანის გამოცდილებამ და გამბედაობამ გაუზიაროს ეს გამოცდილება მსოფლიოს, შეიძლება კაცობრიობაზე უდიდესი ზეგავლენა მოახდინოს. მე დღეს მინდა ჩვენს ყველა გმირს მივესალმო. გმადლობთ. ეს თანამედროვე გმირები არ განსხვავდებიან წარსულის გმირებისგან. მეტიც, ისინი იმავე სტრატეგიასა და ტაქტიკას ეყრდნობიან, რომელიც ამერიკაში 150 წლის წინ გამოიყენებოდა და რომელიც მონებს ადამიანთა საიდუმლო კავშირების მეშვეობით თავისუფლების მოპოვებაში ეხმარებოდა. ისინი ცნობილი არიან როგორც Underground Railroad. ზრუნველმა და თავისუფლებისთვის მებრძოლმა ადვოკატებმა და დამცველებმა, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელმა ხალხმა დამონებულთათვის თავისუფლების დასაბრუნებლად ძალა არ დაიშურეს. ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის გმირები ეწვნენ National Underground Railroad Freedom Centers ცინცინატიში, ოჰაიოს შტატში. ეს ცენტრი იმისთვის არსებობს, რომ ადამიანთა თავისუფლების ისტორიები გვიანბოს და ჩვენც შთაგვაგონოს დაუცველ ადამიანებს დავეხმაროთ. ისინი დღეს გაბედულ ნაბიჯებს დგამენ ადამიანით ვაჭრობის დასრულებისთვის. ისტორია მეორდება. მიუხედავად იმისა, ვაღიარებთ ამას თუ არა. თქვენ გასაოცარ მსგავსებას დაინახავთ ამერიკის ადრეულ ისტორიაში არსებულ მონებით ვაჭრობასა და დღევანდელ ტრაფიკინგს შორის. მიუხედავად იმისა, რომ მონობა აიკრძალა, ადამიანებით ვაჭრობა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და მსოფლიოში მაინც გრძელდება. 150 წლით დაშვერებულ ორ ადამიანს სამუშაო შეპირდნენ, ისინი კი მონობის მსხვერპლნი გახდნენ. ორივე მიზრუნა, რომ მათი ამბავი ყველას გაეგო. თავისუფლების ცენტრმა კამბოჯელი ვანაკ პრუმის გასათავისუფლებლად იგივე მეთოდები და გზები გამოიყენა, რომელიც ნიუ-იორკელი სოლომონ ნორთაპის დასახსნელად. ეს არის მათ მიერ მოთხრობილი ამბავი. ვაშინგტონში ჩასვლისას აღმოჩნდა, რომ ჩემს ახალ უფროსებს ალკოჰოლის დალევა უყვარდათ. ისინი ცდილობდნენ მათთან ერთად მეზდამელია. ცოტა დავლიეკიდეთ, მაგრამ ამ ბატონებს ვერ შევედრებოდი. დაახლოებით საღამოს 5 საათზე ჩავედით. იქ ჩვენ წასაყვანად შუამავალი დაგვხვდა. ბევრი ადგილობრივი იყო, დაახლოებით 30-მდე, ქალებიც და კაცებიც.
ისხდნენ და ვახშმობდნენ. მე შეუერთდი და მათთან ერთად ვივახშმე. დაახლოებით შუაღამე იყო. ჩემი თავი ვერ აღგიწერთ. თითქოს სადაცაა გასკდებოდა. იმ ადგილას მივედით, საიდანაც უნდა წავეყვანეთ. მათ გვაიძულეს მანქანაში ერთმანეთზე გამლაგებულიყავით. შემდეგ შავი ზეწარი გადაგვაფარეს, რომ პოლიციას ვერ შევემჩნიეთ. მოკლედ, ასე ვიმგზავრეთ, ძალიან გვეშინოდა. ბევრი რამ არ მახსოვს. რამდენიმე ადამიანი ჩემს ოთახში შემოვიდა. გავითიშე, როდესაც საბოლოოდ გამოფხიზლდი, ბნელ ოთახში აღმოჩნდი. ხელებზე და ფეხებზე ბორკილები მედო. მათ ძველ და დანგრეულ ბეტონის სახლში განგვათავსეს. ბოლოს და ბოლოს, როდესაც კარი გააღეს, ყველაფერს მივხვდი. მონად მაქციეს. სახლს ფანჯარა საერთოდ არ ჰქონდა. მხოლოდ ერთი პატარა ღია ხვრელი იყო. კარს მიღმა რაღაც ეზო ჩანდა. ფერმის ეზოს გავდა. მაღალი კედლები ჰქონდა და იქ ხალხი იყო თუ ცხოველები არ ჩანდა. ერთხელ შევძელი იმ კედლების მიღმა გამეხედა და იცით რა დავინახე? დედაქალაქი. სიცოცხლე, თავისუფლება, ბედნიერების ძიება და მონა ქუჩის ბოლოს. სახლი, რომელიც ზღვასთან ახლოს იყო, გარედან ჩაკეტეს. გარეთ გავიხედე და უამრავი გემი დავინახე. გავიფიქრე, ალბათ გემზე გამყიდიან მეთქი. ვიღაც კაცი იყო, მანამდე არასოდეს მენახა. კითხე, ციხეში რატომ ვიყავი? მაგე მიბასუხა, რომ მისი მონა ვარ და მიყიდა. ვუთხარი, რომ თავისუფალი ადამიანი ვარ, რამაც სუმთლად გააცოფა. ტანსაცმელი შემომახია და მცემა. ვუმეორებდი, რომ თავისუფალი ადამიანი ვიყავი და აქ რაღაც შეცდომა იყო. ის კი მატყუარას და ჯორჯიიდან გამოქცეულს მეძახდა. ჩემს ცემას აგრძელებდა და მემუქრებოდა. თუ კიდევ ვიტყოდი, რომ თავისუფალი ვარ, მომკლავდა. გაქცევა მინდოდა, მაგრამ სხვები ძალიან შეშინებულები იყვნენ და ვერ ისკავდნენ. გავიგეთ, რომ თუ გავიქცეოდით, დაგვიჭერდნენ და დაგხოცავდნენ. მე და კიდევ რამდენიმე ადამიანი გემზე აგვიყვანეს. საბარგო განყოფილების ქვემოთ რაღაც სათავსოში განგვათავსეს. არ ვიცოდით, სად მივყავდით. მონებმა, როგორც მისტერ ნორთოპი იყო, არ იცოდნენ საბოლოოდ სად მოხდებოდნენ. მათ ვისაც გაქცევა სურდათ ეშინოდათ, რომ შორეულ სამხრეთში ოჯახებისგან შორს წაიყვანდნენ. მონათა შტატის საზღვარზე, სადაც თავისუფალ ადამიანებს ტყვევებიდან მხოლოდ მდინარე აშორებდა. მონობის წინააღმდეგ საბრძოლველად ქალაქ ცინცინატის უნიკალური მდებარეობა ჰქონდა. მონობის აკრძალვის მომხრე საზოგადოებამ უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა მონობის გაუქმების პროცესში. მონობის წინააღმდეგ მასობრივი გამოსვლა. ცინცინატი სიახლეების და მონობის გაუქმების ცენტრი იყო. ეს საზოგადოება ადამიანთა ყველა ფენის წარმომადგენლისგან შედგებოდა. მდიდარი საქმოსნები და იურისტები დაწყებული. გაქცეული მონებითა და თავისუფალი აფროამერიკელები დამთავრებული, რომლებიც თავისუფლების მანქანის მამოძრავებელ ძალას წარმოადგენდნენ. ერთ-ერთი მათგანი სახელად ჯონ პარკერი, რომელმაც თავისუფლება 18 წლის ასაკში იყიდა, Underground Railroad-ის ერთ-ერთი აქტიური ლიდერი იყო. სწორედ ის იყო ადამიანი, რომელიც სოლომონის დახმარებას შეძლებდა. მისტერ პარკერის ცნობით, მის სახლში 400-მდე გაქცეულ მონა შეუფარებია თავი. ის მონებს მარტო ეძებდა და იხსნიდა. პარკერს არაშინებდა მონათა დასახსნელად შორეულ სამხრეთში გამგზავრება და სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდება. გერი ჰაუგენი, საერთაშორისო სამართლიანობის მისია. ჩვენ ძალადობის მსხვერპლთან განვითარებად ქვეყნებში თავიანთ საცხოვრებელ ადგილებზე ვაბრუნებთ და დაზარალებულებს ვეხმარებით.
გერი ჰაუგენი და საერთაშორისო სამართლიანობის მისია ბნელ და მიყრუებულ ადგილებს ხშირად ბიზნესის მფლობელების, მოჩვენებითი კლიენტების ამპლუაში სტუმრობენ, რომლებიც თვითონ გატაცებულთა მომსახურებით არიან დაინტერესებულნი. ისინი არა მხოლოდ ტყვეებს ათავისუფლებენ, არამედ დამნაშავეებს სასამართლოს წარუდგენენ ხოლმე. მინახავს საზოგადოებები, რომელთაც საერთოდ არ ქონია და არც ხელი მიუწვდებოდათ უფლებებზე, რომელიც მათ ეკუთვნოდათ. მე რომ მონამყოფილიყავი, სასტიკი ძალადობის მსხვერპლი. რას ვისურვებდი, რომ სხვას გაეკეთებინა? ვისურვებდი, რომ ვიღაც შემიხმა ყოფილიყო. ვისურვებდი, რომ ვინმეს ჩემ ნაცვლად ხმა ემაღლებინა. თუ გსურთ ყველაზე სასოწარკვეთილების ადგილას მოხვდეთ, მონობა უნდა გამოსცადოთ. ამას თქვენზე უაღრესად დრამატული ზეგავლენა ექნება. იმ დილით გემზე სამუშაო ტანსაცმელი მოგვიტანეს. შემდეგ გემისკენ გაგვიზღნენ. გემის შუა ზღვაში სათევზაოდ გამოიყენებოდა. გემბანზე ასვლის საშუალება რომ მოეცათ, ყველანი გადავხდებოდით, თუმცა გარეთ არ გვიშვებდნენ. სანამ შუა ზღვაში არ გავედით, სიარულის უფლებაც არ მოგცეს. ერთმანეთზე ჯაჭვებით ვიყავით მიბმულები. საშუალება გქონდა გვერდით მყოფის ისტორია მოგვესმინა. მე ერთ კაცზე ვიყავი მიბმული. რობერტი ერქვა. ისიც თავისუფალი იყო, მას ცინცინატიში ბავშვები და ცოლი ჰყავდა. მე და რობერტი მალე დავმეგობრდით. იქ ერთი კაცი იყო დაახლოებით 50 წლის. ის გემბანზე დადიოდა და უცებ გადახტა. მის ამოსაყვანად გემი მოაბრუნეს და გემბანზე ამოათრიეს. ჯერ ცოცხალი იყო. იხჩობოდა. კაპიტანმა მისი უკან ზღვაში გადაგდება ბრძანა. ჩვენ გაქცევის ყველა შესაძლებლობა განვიხილეთ. კარგი გეგმაც შევიმუშავეთ. იმედი გქონდა, რომ ასე იყო. მაგრამ რობერტი ავად გახდა. შემდეგ დავინახე მისი ცხედარი გემიდან როგორ გადააგდეს. მონის სიცოცხლე არაფრად ღირდა. მონებით მოეწესთვის ადვილი იყო მისი როგორც ზედმეტი ტვირთის თავიდან მოშორება. ასეა დღესაც. ტრეფიკინგის მსხვერპლის საშუალოდ სულ რაღაც $200 იყიდება. და აზიზა ჰეშბედი კიდანე, ექიმები ადამიანთა უფლებებისთვის. ვერ ვიჯერებ, რომ ადამიანს შეუძლია ასეთი შეუბრალებელი იყოს მეორე ადამიანის მიმართ და მხოლოდ ფულზე ფიქრობდეს. ამ მდგომარეობაში ასეულობით ადამიანი მინახავს, თანაც არა 200 წლის წინ, არამედ ახლა. მათ აწამებენ და წამების კვალი ხელებზე, ზურგზე, მთელ სხეულზე ემჩნევათ. და აზიზამ ტრეფიკინგის მსხვერპლნი ერთთანად მუშაობისას აღმოაჩინა. მან მთელი თავისი ყურადღება და ცხოვრება ამ დაუნდობელი ვაჭრობისგან გადარჩენილ მსხვერპლთა მოვლისკენ მიმართა. ისინი საწყობში მიყავთ და ბორკილებს ადებენ. უდაბნოს გაუსაძლის სიცხეში ძალიან ცოტა წყალს აძლევენ. ქალებსაც აწამებენ და მათზე სექსუალურადაც ძალადობენ. 150 წლით ადრე კიდევ ერთი ქალი სახელად კეთრინ კოპინი, ცნობილი როგორც დეიდა კეითი, თავის მეუღლე ლივაისთან ერთად ასევე აქტიურად იყო ჩართული თავისუფლებისათვის მებრძოლ მონათა დახმარების პროცესში. დეიდა კეითი გაქცეულებს თავისი სახლის სარდაფში მალავდა და მიწისქვეშა გვირაბებით სხვა შენობებში გზავნიდა. მან ჩრდილოეთისკენ მიმავალთა ტანსაცმლით მოსამარაგებლად ქსოვილთა წრე ჩამოაყალიბა. იგი ადამიანის სულსა და სხეულზე ერთდროულად ზრუნავდა. დეიდა კეითი ცინცინატიში მოსულ გაქცეულ მონათა დახმარების ჯგუფს ხელმძღვანელობდა და მათ თავისუფლებისაკენ მიმავალი გზისთვის ამზადებდა. ისინი ძალიან შეშინებულები არიან, აღარავის ენდობიან. მაგრამ როდესაც გულს გადაგიშლიან, უკვე გენდობიან და უფრო მეტის მოყოლა სურთ. მათ აუცილებლად უნდა მოусმინოთ. თბილად მოექცეთ, დრო მისცეთ, მოეპყროთ როგორც პიროვნებას, როგორც ადამიანს. სულ ესაა. რობერტის სიკვდილი ჩემთვის მძიმე იყო. ჩვენ მეგობრები ვიყავით. მახსოვს გაქვავებული ვიდექი. ერთ-ერთმა მეზღვაურმა მკითხა, რატომ ვიყავი დამწუხრებული. მე ვიპასუხე, რომ მომიტაცეს და სასოწარკვეთილი ვცდილობდი ოჯახისთვის ხმის მიწვდენას. მან ფურცელი და კალამი მომაწოდა და წერილის დაწერა შევძელი.
მახსოვს ვუყურებდი შორეულ ნაპირზე გემის მიღმა ადამიანს, რომელმაც ჩემი წერილი გაგზავნა. და მახსოვს ისე გამომხედა, როგორც აქამდე არავის გამოუხედავს, როგორც იქნა იმედი გამიჩნდა. იმ გემზე 3 წელი ვიყავი და მეთევზად მუშაობდი. მოვიდა დრო, როდესაც თევზსაჭერ გემს თევზაობის ლიცენზია მოეწურა. გემი გადასახდელად გაემართა. ნავსადგურამდე არც კი იყო მისული და ახლოებით შუაღამით გემბანიდან გადავხდით. იქვე თევზის соуსის კონტეინერები იყო, თითო 30 ლიტრის მოცულობის. შიგთავსი გადავასხით და კონტეინერები უახლოეს კუნძულამდე მისაცურად გამოვიყენეთ. დაგეგმილი ჰქონდა გაგვცეულიყავით, რათა პოლიციისთვის მიგვემართა. მისტერ პრუმს იმედი ჰქონდა, რომ პოლიცია სახლში დაბრუნებაში დაეხმარებოდა. სამწუხაროდ, კანონმდებლობას ყოველთვის არ შეუძლია, ან მზად არ არის დახმარებისთვის. ფატიმა მბაი, მავრიტანიის ადამიანთა უფლებების ასოციაცია. როცა პოლიციას არასრულწლოვანთა შესახებ მივმართავ, გასაუბრებიდან ცხადი ხდება, რომ საქმე მონად გაყიდულ ბავშვს ეხება. ფატიმა თავის თავისუფლებას სისტემატურად საფრთხეში აყენებს. თავისი ქმედებების გამო იგი ხშირად მოხვედრილა საპატიმროში, მაგრამ საფრთხის წინაშე უკან არასდროს დაუხევია. ისინი 24 საათი ჩვენს ტელეფონებს უსმენდნენ, ისმენდნენ ჩვენს საუბრებს, აკონტროლებდნენ ჩვენს ელექტრონულ პოსტას, რადგან ჩვენ ვამბობთ სიმართლეს, იმას, რასაც ვხედავთ. ჩემთვის საუკეთესო საქმეა დავიცვა ის ხალხი, ვისაც საკუთარი თავის დაცვის ძალა არ გააჩნია. კიდევ ერთი გაბედული მონობის გაუქმებისთვის მებრძოლი იყო უილიამ კეისი, Underground Railroad-ის afro-ამერიკელი წევრი. მისი გონიერება იმდენად განთქმული იყო, რომ მონობის წინააღმდეგ მებრძოლნი მის რჩევებს და სტრატეგიას იზიარებდნენ. მათ შორის ფატიმაც, რომელიც მონათა ტერიტორიაზე ნებაყოფლობით შევიდა, რათა მათ გაქცევაში დახმარებოდა. რაიმი ვინსენტ პარაისო, კონგოს რესპუბლიკა. მე მყავს მაშველთა გუნდი, რომელსაც მეც სახელად ქორები შევარქვით. ჩვენი პირველი ნაბიჯი იყო დავხმარებოდით ამ ბავშვებს უბრალოდ იმიტომ, რომ მათდამი გამტაცებელთა მოპყრობამ შეგვაწრწუნა. ამერიკის შეერთებულ შტატებში ამ ჯილდოს მისაღებად ჩამოსვლამდე 3 დღით ადრე დამაკავეს და რამდენიმე საათი მკითხავდნენ, მხოლოდ იმიტომ, რომ ძალიან მდიდარი კაცის სახლიდან პატარა ბავშვი გამოვიხსენი. ადამიანით მოვაჭრეები არ არიან ისეთი ჩვეულებრივი მოქალაქეები, როგორც მე და თქვენ ვართ. მათ კავშირები აქვთ და თანაც ძალიან ძლიერი კავშირები. როდესაც ვინმეს ინტერესების წინააღმდეგ წახვალ, ის დადებითად არ განეწყობა და შენს გასანადგურებლად ყველაფერს გააკეთებს. საერთაშორისო საზოგადოებამ არასდროს არ უნდა შეწყვიტოს ადამიანის უფლებათა დამცველთა მფარველობა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თავიანთი სამუშაო შესრულებისას საფრთხეელით. იმედი მქონდა. ამაოდ მქონდა იმედი, რომ როგორღაც ჩემი წერილი გათავისუფლებაში დამეხმარებოდა. მონებით მოვაჭრეები ჩვენს გემზე ამოვიდნენ, რათა თავიანთი ტვირთი მიეღოთ. ვიღაც კაცი მოვიდა და რამდენიმე ადამიანი მონების სადგომში დაგვაბრუნა. სადაც მოგთხოვეს გვებანავა. მყიდველები ჩვენს ხელებს, სხეულს, კბილებს ისე ამოწმებდნენ, როგორც ჟოკეი ცხენის არჩევისას. ჩვენგან რამდენიმე ადამიანი ერთმა კაცმა სახელად უილიამ ფორდმა შეიძინა. მე ფლეთი დამარქვეს, რაც ხის თეფშს ნიშნავს. როდესაც პოლიციამდე მივაღწიეთ, ჩემი მცირედი ინგლისურით ვუთხარი. მე კამბოჯაში ვბრუნდები, სახლში მივდივარ. ამაზე პოლიციელებმა თავი გააკნიეს. ოჯახი ძალიან მენატრებოდა. ისიც არ ვიცოდი, ქალიშვილი მეყოლა თუ ვაჟი. დაახლოებით 1 საათის შემდეგ პოლიციაში ვიღაც კაცი მოვიდა და წამიყვანა. გემი 25 მილით უკან მოვიტოვეთ. მონები ეტლის გვერდით მივდიოდით. მისტერ ფორდის პლანტაციამდე 25 მილი გავიარეთ. შუაგზაში ჩემ წასაყვანად მეორე კაცი მოვიდა. მან იმ კაცს, რომელმაც პოლიციიდან წამომიყვანა, ფული მიაწოდა. ფულის გადაცემისთანავე მივხვდი, რომ ჩემს გაყიდვას აპირებდნენ.
მან უფრო შორს წამიყვანა. დაახლოებით შუა დღის 3 საათამდე ვიმგზავრეთ. შემდეგ მეორე მანქანაში გადამსვეს და იმ ხალხს, რომელმაც პოლიციიდან წამომიყვანა, ფული გადასცეს. მათ პალმის ზეთის პლანტაციაში წამიყვანეს. ბატონი ფორდი 4 მილის დაშორებით სახერხ საამქროს ფლობდა. იგი ყველაზე კეთილი მონათმფლობელი იყო მათ შორის, ვისაც ოდესმე შევხვედრი ვარ. ბატონმა ფორდმა შეგირდად მის მიერ დაქირავებულ ხუროს მიმაბარა. ერდილას იქ, სადაც მუშაობდი, სწორედ ეს ხურო სხვა სახის ინტიმური ურთიერთობის წამოწყების განზრახვით მოვიდა. როდესაც მის არც ერთ მოთხოვნას არ დავემორჩილე, თავისი მათრახია მოიღო და მიბრძანა გავშიშლებულიყავი. მაგრამ მე ჩემი პოზიციები არ დავთმე. ისევ უარი ვუთხარი. ამის შემდეგ იგი თავს დამესხა, ყელში მწვდა და შეეცადა დაერტყა, მაგრამ გამკლავება შევძელი და საბოლოოდ წავაქციე კიდეც. სისხლი მიდუღდა, ფეხი ყელზე მივაბჯინე, მათრახი გამოვტაცე და ახლა უკვე თავად ვცემდი. ის კი ტკივილისგან ყვიროდა. სანამ არ გავიაზრე, რას ვაკეთებდი და საკუთარ თავზე კონტროლი დავიბრუნე. მათრახი დავაგდე და გავიქეცი. ჭაობისკენ მივრბოდი. მესმოდა თანდათან როგორ მიახლოვდებოდა ძაღლების ყეფის ხმა. მივრბოდი სანამ წყალს არ მივახციე. ვიფიქრე გადავრჩი მეთქი, მაგრამ როდესაც დავიხედე და დავაგვირდი წყალში ასობით გველი, ალიგატორი. გარშემო კი რამდენიმე ველური ტახი დავინახე. უკვე აღარ ვიცოდი, რისი უნდა შემშინებოდა ჭაობის ბინადრების, ძაღლების თუ დადევნებული ხალხის. საბოლოოდ უკან ბატონი ფორდის სახლისკენ გამოვიქეცი. მას არასდროს აღუმართავს ხელი ჩემზე და გულახდილად რომ გითხრათ, სხვაგან წასასვლელიც არ მქონდა. მთელი გულით მინდოდა დარჩენილიყავი მისტერ ფორდთან პლანტაციაში. მაგრამ როდესაც შეიტყო, რაც მოხდა, სხვას მიმახირავა. მოკლედ მორიგი სასტიკი ადამიანის ხელში აღმოჩნდი, რომლის ბამბის პლანტაციებში წლების განმავლობაში მუშაობდი. ამ პერიოდში ერთი დღეც კი არ ყოფილა, რომ არ დამეგეგმა ან არ მეოცნება გაქცევაზე. თავისუფლებაზე მეოცნებე მონებისთვის მხოლოდ გაქცევის გეგმა საკმარისი არ იყო. მათ თავშესაფარი სჭირდებოდათ. სწორედ ერთ-ერთი ასეთი ადგილი მდინარე ოჰაიოს გადაღმა, ქალაქ რიფლიში მდებარე სახლი გახდათ. სახლი, რომლის ლამპრებით განათებული ფანჯრები მონათმფლობელურ კენტუკის შტატში მკაფიოდ ჩანდა. ეს უსაფრთხო ნავსაყუდელი მოძღვარ ჯონ რენკინს ეკუთვნოდა. ფილიპ ჰილდგაარდის საბერძნეთი A21 კომპანია. ეს თავშესაფარი ორიენტირებულია სქესობრივი ძალადობის ტრაფიკინგზე. შესაბამისად, ჩვენ ყოველდღიურად ვხვდებით განსაკუთრებულად მძიმე ტრამვებს, რომელიც მსხვერპლის სპეციფიკური გამოცდილებიდან გამომდინარე დაუყოვნებლივ რეაგირებას საჭიროებს. თუნდაც ეს იყოს ზარი ადამიანისგან პარასკევს გამთენიისას 4 საათზე, როდესაც ყველაზე ნაკლებად ელოდები. ამ ადამიანს შენი დახმარება სჭირდება და სწორედ შენ ხარ ის, ვინც ვალდებულია მასზე იზრუნოს. ფილიპმა მოძღვარი რენკინის მსგავსად უსაფრთხო ადგილი შექმნა მათთვის, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. პირველი მსხვერპლი, რომელსაც შევძელით დავხმარებოდით, ჩვენთან სხვა ქალაქიდან მოხვდა. თავდაპირველად იგი არ მომართავდა როგორც მამაკაცს და როდესაც კითხეს თუ რა იყო ამის მიზეზი, მან უპასუხა: არა, ფილი არ არის მამაკაცი, ის რაღაც სხვა. ასეთი დამოკიდებულება კი იმით იყო გამოწვეული, რომ მას ცხოვრებაში არასდროს შეხვედრია მამაკაცი, რომელიც ამავდროულად არ იყო მოძალადე. ჩვენ გვსურს მათთვის შევქმნათ გარემო, სადაც ისინი თავისუფალნი იქნებიან. თუნდაც იმის გადაწყვეტისას თუ როგორი ვარცხნილობა ექნებათ. გაგიკვირდებათ ასეთ მცირე ნიუანსებს, რამდენად დადებითი გავლენის მოხდენა შეუძლია მსხვერპლთა ფსიქიკაზე. ერთ საღამოს გადაწყვიტეს თევზსაჭერი გემიდან თავის დაღწევა აღენიშნათ. მისტერ პრუმმა და დანარჩენმა ტყვეებმა ლუდი იშოვეს, მაგრამ სამწუხაროდ სიტუაცია იმდენად დაიძაბა, რომ ხელჩართულ ბრძოლაში გადაიზარდა. ჩემმა მეგობარმა თქვა: შეწყვიდეთ. ერთ-ერთი მამაკაცი ჩემს მეგობარს დანი დაესხა თავს. მისაშველებლად გავემართე და ამ დროს თავდამსხმელმა ლავიწის ძვალთან დანა დამისვა. მერე იგი სხვა მამაკაცმა დაჭრა და ამიტომ შევძელი ჩემი მეგობარი იმ ადგილიდან წამომეყვანა. დაჭრილი პრუმი იარების გამო პოლიციამ ადგილობრივ საავადმყოფოში მიიყვანა, სადაც მობილური ტელეფონის მეშვეობით შეძლო თავისი მონობის მთელი პერიოდის განმავლობაში პირველად კამბოჯის ხელისუფლებას დაკავშირებოდა. იქ იყო მამაკაცი სახელად მანფრედ ჰორნუნგი, რომელიც არაკომერციულ ორგანიზაცია ლიკადოში მუშაობდა. იგი შემხვდა, რათა დოკუმენტურად აღმეწერა პოლიციასთან მომხდარი ყველა ფაქტი. როცა თავისი საქმე დაასრულა, მითხრა: შენს კამბოჯაში დაბრუნებას
დიდი დრო არ დასჭირდება. თუმცა ეს დაუყოვნებლივ არ მოხდება, რადგან კანონს გვერდს ვერ ავუვლით, მაგრამ არ იღელვო. ჩემმა ბატონმა თავისი სახლის შესაკეთებლად ხუროთა ჯგუფი დაიქირავა. ერთ-ერთ მათგანს, სობეს, არსებულ რეალობაზე საკუთარი შეხედულება ჰქონდა. იგი ხშირად საუბრობდა მონობის მიზანშეუწამლობაზე. ხოლო სხვები, მათ შორის ჩემი ბატონიც, მას დასცინოდნენ. მისტერ ბესთან რამდენიმე თვიანი მუშაობის შემდეგ, როგორც იქნა, გამბედაობა მოვიკრიბე და ჩემი თავგადასავალი ვუამბე. მან დამარწმუნა, რომ ჩემს საიდუმლოს არ გასცემდა და ჩვენ ყოველთვის მეგობრებად დავრჩებოდით. კითხე მისტერ ბეს, შეგიძლიათ ჩემ ნაცვლად წერილი დაწეროთ მეთქი. მან მიპასუხა, რომ შეუძლია და უფრო მეტიც თავის ცხოვრებას ჩემი თავისუფლებისთვის ბრძოლას მიუძღვნიდა. გაგონილის დაჯერება მიჭირდა. ჰარიეტ ბიჩერ სტოუთს წერის უნარს ხალხის გასათავისუფლებლად იყენებდა. მას შექმნა ნაწარმოები ბიძია თომას კოხი, რომელშიც მონათა რეალური ცხოვრება ასახა. წიგნმა მილიონობით ადამიანის ცხოვრებაზე იქონია გავლენა. მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მაღალტირაჟიან ნაწარმოებად იქცა და ამერიკის მონათმფლობელური წყობილების შესახებ დამკვიდრებული წარმოდგენა სრულიად შეცვალა. ანა გალაჰერი, ავსტრალია. პროექტი აზიის რეგიონალური ტრაფიკინგი. ტრაფიკინგთან დაკავშირებულ შემთხვევებში სამართალდამცავი ორგანოების შენს აზრზე გადმოყვანა ნიშნავს შეცვალო მათი შეხედულებები მსხვერპლზე. შეცვალო თავად დამოკიდებულება იმ როლის მიმართ, რომელიც მათ აკისრიათ იზოლირებული და შევიწროებული ჯგუფების წინაშე. ჭიდროთ თანამშრომლო პროკურორებთან, რათა დავრწმუნდე, რომ სამართალდამცავ ორგანოთა მიერ გაწეული შრომა რეალურ შედეგს გამოიღებს. ისევე როგორც მისის თომ, ანამაც გადამწყვეტი როლი ითამაშა საზოგადოებისათვის